ამ წასვლის მიზეზი ის იყო, რომ თქვენ უფრო მეტად გაძლიერებულიყავით საკუთარ თავში, გესწავლოთ საკუთარი თავის ნდობა, საკუთარი თავის პატივისცემა და შესაძლოა ისეთი პერსონალური საზღვრების დაუწესეთ აქ ადამიანს, რომელიც ვერ მოერგო ამ ყველაფერს, არ იყო მისთვის მისაღები და ეს აღმოჩნდა ურთიერთობის დასრულების მიზეზი. მომავალში მჩვენებს, რომ ის, რის გამოც შენ დაატოვე ეს ურთიერთობა, ის რის გამოც შენ წახვედი, რეალურად ამ შედეგებს მიიღებ და ეს ყველაფერი შედეგებს გამოიიღებს, იმიტომ რომ შენ ნამდვილად იგრძნობ საკუთარ თავში ძალიან დიდ ძალას და ძალიან დიდ რესურსებს. და ჩანს შენი შინაგანი გამთლიანება, შენ გამთლიანდები როგორც შენს რაღაც ჭრდილთან, ასევე შენს ფემინურ ნაწილთან და ძალიან დიდი კომფორტის შეგრძნება შეიძლება გქონდეს საკუთარ თავთან ურთიერთობისას, რაც შესაძლოა ამ ადამიანთან ყოფნისას შენ არ გქონდა. აქ შენს ძალიან დიდი თავისუფლების განცდა და ნაბიჯების გადადგმა უფრო მეტად ფინანსური კეთილდღეობისკენ და ფინანსური წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. აქ ჩანს რაღაც გეგმები, რომელიც შენ გაქვს ცხოვრებაში და რომლის განხორციელებაც გინდა. და შესაძლოა ახლა ცოტა გაჩერებულ მდგომარეობაში იყო, სადაც რაღაცები თითქოს არ იძვრის, მაგრამ მთლიანობაში შენზეა დამოკიდებული, როგორ წარმართავ შენს ცხოვრებას და როგორ განავითარებ. რაღაც კუთხით შენი ფინანსური გაჩერება იქიდანაც მოდის, რომ ვერ უშვებს წარსულს და თითქოს ჩარჩენილი ხარ რაღაც ძველ ენერგიებში, ძველ ინფორმაციულ ველში. და აქ უნდა მოხდეს რაღაცნაირად განახლება შენი თავის, შენი ხედვების და შენი მომავლის და როდესაც ეს განახლება მოხდება, შენში აქ შემოვა სრულიად ახალი ენერგიები. შეიძლება აქ ჩანდეს, რომ შემოვიდეს შენ წარსულიდან ადამიანი გამოჩნდეს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა მოლოდინები გექნება შენ. ანუ თუ ზედმეტად იქნები რაღაც ჩაციკლული ამ ყველაფერზე, ეს პირიქით გამოიწვევს რაღაც პროცესების შენელება შენ ცხოვრებაში, მაგრამ თუ შენ ორიენტირდები მთლიანად საკუთარ თავზე, ეს შენ დაგიცავს რაღაც ილუზორულ მდგომარეობაში გადასვლისგან. და მთლიანობაში უფრო მეტი შანსია, რომ მე შენი ცხოვრება იმ კუთხით განვითარდეს, რა კუთხითაც შენ გინდა. აქ ჩანს შენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელის მიმართაც გქონდა საკმაოდ ისეთი ემოციური დამოკიდებულება. თითქოს ამ ადამიანს შენში შემოქონდა ბალანსი, შემოქონდა ნაკლად ბედნიერების განცდა, სიყვარულის განცდა და არის შენს რომ ეს ადამიანი შემოbrunდა შენს ცხოვრებაში, მაგრამ აქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია იმასთან დაკავშირებით, შენ რამდენად გენდომებ შემდეგ ეს ადამიანი, იმიტომ რომ რაღაცები თითქოს შეიცვალა შენთან მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი წავიდა. ძალიან ბევრი რაღაც გადააფასე შენ ცხოვრებაში და თითქოს ცოტა შიში შეიძლება გქონდეს უკან დაბრუნების. ნახოთ რას გირჩევს სამყარო. იცი როგორი ადამიანი ხარ და როგორც ენერგიებში გადახვედი, ჯერ მე ვარ და მე სხვა დანარჩენი რაღაც ძალიან კარგია რა მთლიანობაში და აქ ჩანს, რომ რაღაც თუ ძალიან დიდი სიყვარულით მოვა ეს ადამიანი, მოვა რომანტიკით, მოვა რაღაც სითბოთი, მაშინ ნამდვილად გიღერს ამ ურთიერთობაში დაბრუნება და ამ ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ თუ აქ მოვიდა რაღაც ისეთი ცივი, გაყინული ენერგიებით, სადაც აქეთ გადანაშაულებენ ყველაფერში, სადაც არის ზედმეტი კრიტიკა, არის შეურაცხყოფა, ხო? ამ შემთხვევაში პირიქით არანაირად არ გირჩევს სამყარო, რომ ესეთ ურთიერთობაში შებრუნდე. მაგრამ თუ ამ ურთიერთობაში არის სიყვარული, არის სიმყარე, არის პატივისცემა, მხარდაჭერა, მაშინ ძალიან დიდი შანსია, რომ შენმა ძალამ, ასე ვთქვათ, და შინაგანმა ენერგიამ, რომელსაც ამ ეტაპზე შეიძლება ფლობდე, მოიზიდოს შენ ცხოვრებაში სწორი ადამიანი.
მოკლედ, სულ ეს იყო რის თქმის მინდოდა ამ გაშლის განმავლობაში. თუ რეზონირდა შენზე ეს ინფორმაცია და გაქვს კითხვები, რომელსაც ვერ გაგეცი პასუხი, მაშინ გელოდები პირად სესიებზე.